მოგესალმებით, ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. რა ხდება საავტომობილო სფეროში? თავრობის ახალი რეგულაციები, ჩავარდნილი მოდელები და ავტომობილები, რომელშიც ინვესტირება დღეს ყველაზე გონივრულია. სტუმრად გვეყოლება BMW Club Georgia-ს დამფუძნებელი გიგი ტუღუში. გავგცემს ყველაზე ცხელ კითხვაზე პასუხს. გიგი, ძალიან ბევრი მითქმა მოთქმა არის GDS-ზე. კალენდარი არ დადებულა და 2 სიტყვით რო შევეხოთ, რა ხდება, რა სიტუაცია გვაქვს და რას უნდა ველოდოთ? ფედერაციას ველოდებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალ წელს მათ ჩაიარეს და ყველანაირი ვადები ამოიწურა ლიცენზიაზე პასუხის გაცემის. მეორე წერილს შევაგზავნეთ უკვე, რომ ლიცენზიაზე გაგვცემ პასუხი, რომ გვაძლევენ თუ არა დრიფტის ჩატარების უფლებას. ვეწვიეთ ტატო ფუხაშვილს, როგორ ემზადება 2026 წლის დრაგის სეზონისთვის საქართველოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი. ყველაზე მთავარი, რამდენი ცხენიზავა გექნება წელს? პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ 1300 ცხენამდე ავალთ რა. და აი მე კონკურენცია როგორ გვიკარნახებს მაგის მიხედვით. რაღაცა პატარა ზაპასი ვიტოვოთ. არის ხო ზაპასი იქნება რა, ალბათ 200 ცხენამდე ზაპასს დავტოვებთ და ნახოთ თუ დავჭიდა ალბათ გამოვიყენოთ. სტუმრად ასევე გვეყოლება მარიამ ბერძენიშვილი, პირველი ქალი დითეილერი საქართველოში. მოისმენთ, რომელი ავტომობილის ინტერიერია დღეს ყველაზე ხარისხიანი და აზიანებს თუ არა ავტოსამრეცხაო სქაფი ავტომობილის ლაქს-აღებავებს. კაუსტიკურ სოდას შეიცავს, განსაკუთრებით ეს ლარიანი სამრეცხაო ბირო არის. ხო, საშინელი ხარისხის სქაფები აქვს ძირითადად და მარტივად ზიანდება, იწვევს ლაკის წვას. მოგესალმებით ახალი სეზონით, გილოცავთ სულ ყველას ახალ 2026 წელს. ყოფილიყოს ხვავის ბარაქის წელი, ჯანმრთელობის პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ სულ ყველას. და რაც შეეხება ცოტა ცხელი თემა გვაქვს დასაწყისშივე, როგორც მოგეხსენებათ ახალი კანონის მიხედვით, ძალიან წარედ ეხება ეს მეორეულ საბურავებს და ელიავას ბაზრობას მოდი პირდაპირ. ხო, ну არა მარტო, იმიტომ რომ იქ ფეიქრებსაც შეეხო, მე როგორც ვიცი რაღაცა რეგულაციები და ну ეს როგორ აისახება ბიზნესზე, ესე ძალიან საინტერესოა. ამასთან დაკავშირებით BMG ჟურნალისტმა ანუკა ჯოხაძემ მოამზადა ძალიან საინტერესო სიუჟეტი. მოდი ეს სიუჟეტი ვნახოთ და მე უკვე დაგიბრუნდებით სხვა ავტოსიახლეებით. თბილისის მერია მეორეული საბურავების, ავტომობილების და მათი ნაწილების, ასევე შავი და ფერადი ლითონების ჯართის რეალიზაცია კონკრეტულ არეალებში შეზღუდა. თბილისის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებსა და სამრეწველო და საზოგადოებრივ საქმიან ადგილებში რეალიზაციის პირობის დარღვევის შემთხვევაში ბიზნესები ჯარიმდებიან. მოვაჭრეების ნაწილი რეგულაციებზე მოსარგებად დროის სიმცირეს უჩივის და ჯარიმის შიშით სავაჭრო წერტილების ნაწილი დაიხურა. მეორადი ავტომობილების რეალიზატორების თქმით, მუშაობის გასაგრძელებლად მათ გარე სივრცეები მოაწესრიგეს. ვასუფთავებთ და ასე შემდეგ რა, რომ დავექვემდებაროთ რა ამ რეგულაციებს რა. ჯერჯერობით ვემზადებით რა მაგისთვის. არაფერი ზეთი არ უნდა დაიყვაროს და რაღაცები დირექციიდან იყვრენ მოგცვის მით. და რა გითხრეს, რა უნდა შეცვალოთ? ზეთი არ უნდა დავუყაროთ, კრიშებიდან არაფერი არ უნდა ილაგოს. ბევრი რამეების შეცვლა მოგვიწია და კიდეც ვცვლით აცი და კიდე რა. ზირთადად სისუფთავებით. ჯერ კიდე რაღაც რეგულაციებს გვეწყვიან კიდე ზუსტად არ ვიცი. ინფრასტრუქტურული გადაწყობა უწევს ისნის მეორეული ავტონაწილების ბაზრობასაც. ადმინისტრაციაში რეგულაციის მიზანს მიესალმებიან, თუმცა ამბობენ, რომ პროცესში კერძო სექტორი არ უნდა დაზარალდეს. ბაზრობის იურისტი სატელეფონო საუბარში გვიხსნის, რომ იმ შემთხვევაში თუ ფიზიკური პირები დადგენილ წესებს დაარღვევენ, არა ბაზრობის ადმინისტრაცია, არამედ თავად ეს პირები უნდა დაჯარიმდნენ. გარემო ეს იქნება მობეტონებულ სივრცეზე, შემოზღუდულ სივრცეზე, როგორც იტყოს, თქვა დადგენილების ავტორი და ამის ვეცდებით მაქსიმალურად უზრუნველყოთ ამ რეგულაციის დაცვა. განმარტება უნდა მოყვებოდეს ხოლმე ამას დეტალიზირებული უნდა იყოს თავისთავად, რომ მიზანი შესაძლებელია იყოს, აი როგორც გითხარით, ჰუმანური, კეთილშობილური, მაგრამ რეგულაციის შედეგად არ აღმოჩნდეს დაზარალებული მოვაჭრე და ადმინისტრაციას ახლა კი მესმის დამჯარიმებების აღმასრულებისთვის ადმინისტრაციული ორგანოსის უმჯობესია რომ მარტივია ხო დააფიქსიროს ეს გარკვეული ფაქტი და მე მიადგეს ახლა ადმინისტრაციას მაგრამ ეს ყოველწლიურად დაზარალებს ადმინისტრაციას ეს უშუალოდ დამღებს უნდა ჯარიმებზე თავშეშორდა და ეს ახსოვება იწყება. იმიტომ რომ ის მე დამოუკიდებელია თავის კანონმდებლობითაც, თავის ვალდებულების პასუხს აგებს, ჩვენ ყველგან გვიწერია ყველა ხელშეკრულებებში, რომ ვალდებულია კანონის შესაბამისად იმოქმედოს.
რეგულაციების გამომწვევ შესაძლო რისკებზე საუბრობენ ავტოიმპორტიორთა ასოციაციაშიც. ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის რეგულაციის მიღებას მერიის პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც აპირებს. ამის გათვალისწინებით ასოციაციის ფორმატში კომუნიკაცია ორივე უწყებასთან უკვე იყო. ალექსი ნონიაძე აცხადებს, რომ რეგულაციების ერთმანეთთან თანხვედრა აუცილებელია, რათა ბიზნეს ხარჯი არ გაუორმაგდეს. ის ხრივ ერთი უწყება იწყებს, მეორე უწყება უნდა გააგრძელოს, ამიტომ დასაწყისში, როდესაც 1 იანვარს, არ ვიცი, ბიზნეს მოსთხოვ რაღაც გარკვეული მოთხოვნების ტექნიკური მოთხოვნების შესრულებას. პირობითად სისქე უნდა იყოს 30 სანტიმეტრი, თქვათ, იმისი, რა ქვია, ბეტონის სისქე და როდესაც მოვა სექტემბერი და უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოვა, აი ეს ტერიტორია მოწესრიგებული უნდა იყოს და პირობითად ვამბობ, უტრირებთ ემით 40 სანტიმეტრი უნდა იყოს დაგებული იქ ბეტონის საფარე, ხო? იანვარში დავაკმაყოფილე, ფული დავხარჯე, მილიონობით ლარი დავხარჯე და სექტემბერში აღმოჩნდა, რომ იცით, მე ვერ ვაკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს და ხლა უნდა გავიდე. უნდა იცოდეს, აღარ უნდა დახარჯოს, ან რჩება და ხარჯავს და იცავს, ანუ ასრულებს ამ მოთხოვნებს, ან გადის ბაზრიდან და სექტემბერი იქნება თუ ოქტომბერი, მისთვის უკვე მნიშვნელობა აღარ არის. თბილისის საკრებულოს დადგენილებით მეორეული საბურავების ავტომობილების და მათი ნაწილების, ასევე შავი და ფერადი ლითონების ჯართის თბილისში დადგენილი წესის დარღვევით რეალიზაცია 1000 ლარიან ჯარიმას და იურიდიული პირის 2500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. განმეორებითი ქმედების შემთხვევაში ფიზიკური პირი 2500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 5000 ლარით. როგორც მოგეხსენება, გიო, ძალიან საინტერესო სიახლეები ავტოსამყაროში. ჩვენ ძალიან გულშემატკივრობთ ხოლმე Honda-ს, იმიტომ ბავშვობიდან ეს Honda-ები გვყავდა. შენ აღარ გულშემატკივრობ. მე აღარ გულშემატკივრობ, Renault-ზე გადავერთე უკვე. Honda Prelude გამოვიდა და ყველას გვეგონა, რომ ერთ-ერთი წარმატებული იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს ესე არ მოხდა. და ნუ ეს ალბათ ჩავარდნა არის, იმიტომ რომ Subaru-მაც გაასწრო, ასევე ჩავარდა Nissan-ის Z-სერია. ხო და ძალიან საინტერესოა, რატომ მოხდა. ესეთი რაღაცა. მე ვფიქრობ, რომ პრელუდს დააკლეს ხედის ძალები. აღარ არის ეს პრელუდი ზოგადად Honda-ს მოდელებში არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული ავტომობილი რა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი ავტომობილი არის, პრელუდი არ ყოფილა სპორტული ხასიათის მქონე ავტომობილი, გამომდინარე იქიდან, რომ აი მაგასაც ვერ იტყვი გადაწყვეტით რა. მე ტრეკზე პრელუდი არსად არ მინახავს არც საქართველოში და არც უცხოეთში. მე დრაგზე მინახავს. ხო, ნუ დრაგზეც უყურე მე ალბათ H-სერია ცოტა რთული მოსავლელი არის, კი. პრობლემურია კაიმოვლის პირობებში, კი, მაგრამ მაინც მოდით ამათ ვიტყვი, რომ H-სერია არ არის ის ძრავი, რაც Honda-ს შეეფერება და Honda-ს ეკადრება. შესაბამისად, ძველმა პრელუდებმაც ვერ მოიპოვეს ასე თუ ისე პოპულარობა ავტომოყვარულებში და ახალი პრელუდიც, აი მინდა გითხრა, რომ მე პირადად არ მომწონს. აი პირდაპირ გეტყვი რა, ახალი BRZ იგივე Toyota GT86 ბევრად უკეთესი არის. ბევრად უკეთესი არის. მე უფრო ველოდი რომ პერფორმანსით იქნებოდა ბევრად მაგარი და პერფორმანსითაც Toyota ბევრად ჯობია. ამ შემთხვევაში გეთანხმებ პერფორმანსის კუთხით. სხვათა შორის პრელუდი იყო პირველი ავტომობილი, ვინც არიცით, რომლის უკანათვლები უხვევდა. ოღონდ პირველი არ გაყიდვაში რაც ჩაეშვა. მანამდე ქონდა Nissan-ს, ხო? თუ არ სწორად მახსოვს. კი. ხო. და მე უკვე ოფიციალური გაყიდვებით რაც ჩაეშვა, იყო პრელუდი ძალიან საინტერესო სისტემა იყო. სხვათა შორის ადგილზე როცა მოტრიალება გჭირდებოდა, მყისიერად უხვევდა ხოლმე. ხო, ძალიან საინტერესო სისტემა იყო, ოღონდ ძალიან საინტერესოდ ფუჭდებოდა ხოლმე და მე აუქმებდა ხოლმე სულ ყველა. შენც რო ყავდა გაუქმებული. ჩემსაც გაუქმებული ქონდა. მოკლედ, გასული წლების მსგავსად ჰაგერტმა 10 შედარებით ხელმისაწვდომი ავტომობილი შეარჩია, რომელსაც ანუ კლასიკა ავტომობილად ქცევის პოტენციალი აქვს. ხო და ძალიან საინტერესო ავტომობილების ათეულია, ეს არის Dodge Charger-ი 68-70-იანი წლების, რომელიც მე ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი ავტომობილია. Mazda Miata MX-5 99-2005 წლების. ჩემი საყვარელი მოდელი. ჩემი საყვარელი მოდელი არის. ანუ Miata არის ულევი ემოცია, ულევი სიხარული და აი ყოველთვის როდესაც Miata-ზე ვჩდები, არ მაქვს ის განცდა, რომ ჩემთვის პატარა არის, მაგრამ იმდენად კარგი სამართავია, არც ბევრი ცხენის ზალები აქვს და არც მაწუხებს ის, რომ ბევრი ცხენის ზალები არ აქვს. არ ჭირდება. ყველაზე ბედნიერად უგზნობ ხოლმე თავს მაშინ, როდესაც ვზივარ Miata-ზე. ეგ ემოცია ან BMW-ს ძველ Z3-ზე. კი ბატონო, აქვე
454 Chevrolet SS 90 ულამაზესი ავტომობილი არის, ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზია. Alfa Romeo GTV 69-72-ის ესეც სასწაული ავტომობილია, უბრალოდ სადუდა იშოუ ფიზიკურად არ სხვა შორის მცხეთის შესასვლელი არის კი და რამოდენიმეჯერ ვეცადე რომ დავკავშირებოდი პატრონს, მაგრამ სამწუხაროდ არ უყიდიო და M5 BMW 2006 წლების S60 V10 აი შენ რო ძალიან გიყვარს ეხაც ლეგენდარული ავტომობილი არის ჩემი აზრით BMW M5-ის ასე ვთქვათ წარმოება და აი ეს ძველი ხანა S60-ით დაასრულა მე S60-ის მე მიდარებია M5-ები და ალბათ ყველაზე აი კი ბევრად ჩქარი გახდნენ კი ბევრად თანამედროვეები გახდნენ ბევრად უფრო კომფორტულები გახდნენ მაგრამ აი V10-ის შეგრძნება აი ეს ფორმულა 1-ის ტექნოლოგია ანუ ტიპებმა აიღეს ეს ფორმულა 1-ის ძრავი და ჩვეულებრივ სამოქალაქო სედანში ჩადეს და უთხრეს თავის მომხმარებლებს რომ აჰა წადით და გაერთეთ რაც გინდათ ისქენით Dodge Ram 91-93 რომის პაპი მახსენდება. მე მგონი იმსახურებს ეს ავტომობილი კლასიკურად ყოფნას. ალბათ იმსახურებს, იმიტომ რომ ეს ამერიკელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საყვარელი ავტომობილია მართლა ერთად. VR6 GTI ეს არის Volkswagen Golf 95-98 წლების. ეს მე მგონი არის V6 ხო? თუ სწორად. VR6 GTI Syncrox ეძახიან. VR6 GTI Syncrox. ძალიან საინტერესო ავტომობილია, სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში მე არ შემხვედრია, შეიძლება არის, თუ იმეს ყავს, რა ვიცი, შეგვეხმიანო სიამოვნებით გადავიღებდით და ვაჩვენებდით ხალხს. და Porsche Carrera GT. Carrera GT. Porsche Carrera GT. 4-7 წლების. ძალიან ლამაზი ავტომობილი ასევე და ძალიან სახასიათო. Carrera GT არის რომელი ავტომობილია? ეს ზუსტად ის ავტომობილია, რომლითაც ჩვენი საყვარელი მსახიობი Paul Walker გარდაიცვალა და ნუ სხვადასხვა ნათქვამი აქვს რომ მისი ოცნების ავტომობილი იყო ეს. ჩემი ოცნების ავტომობილიც არის, მაგრამ ნუ რამდენად ხელმისაწვდომი ავტომობილები არის ეს ათეული ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ შოვნადი რო არის ეს ჯერჯერობით აი S60-ის M5 აი მე ვფიქრობდა ყოველთვის მინდოდა რომ ეს მეთქვა რა. თუ ვინმეს S60-ის M5 ყავს და შეუძლია რომ ეს ავტომობილი დაიტოვოს ასევე E46-ის M3. შეუძლია რომ ეს ავტომობილები დაიტოვონ და შეინახონ. თითქმის არის უკვე ხო, ძალიან ბევრი არის საქართველოში. აუცილებლად შეინახეთ, იმიტომ რომ 5-10 წელში აი იმდენად გაიზრდება ამ ავტომობილზე მოთხოვნა და ისეთი მაღალი ფასი ექნება, რომ ძალიან კარგი ინვესტიცია იქნება, მინდა ვთქვა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ NASCAR-ზე უკვე გოგო პილოტის გვეყოლება. ძალიან მაგარი ამბავი არის, სხვადასხვა ძალიან გამიხარდა მარიამის ამბავი. კი. დათა ქაჯაია და მარიამ დავითიძე უკვე წარმოადგენენ ოფიციალურად NASCAR-ზე საქართველოს და როგორც ვიცი, გუნდიც უკვე გაკეთებულია თავისი ლოგოთი, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ და რა ვიცი, წარმატებებს უსურვებთ ველოდებით შედეგებს. ძალიან დაძაბული რბოლები გველოდება წინ და რა ვიცი, მოგება და ასახელონ საქართველოს, ასახელონ ჩვენც. ჩამოიტანონ ბევრი მედლები. მედლები და თასი. პირველი ადგილი. კი ბატონო. მოკლედ, ძალიან საინტერესო ფაქტებია კიდე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. 16 იანვარს. თუ იცი, რა მოხდა ავტოინდუსტრიაში ისეთი განსაკუთრებული, რითაც შეიძლება თავი დაიმახსოვრებინა ამ დღეს. BMG ავტო გადის 23 საათზე. მაგის გარდა? მაგის გარდა არის სამწუხაროდ მეტყვი. Chevrolet Corvette პირველად წარადგინეს ნიუ-იორკში და ნუ ეს Corvette უკვე მე ამერიკის და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საკულტო ავტომობილადაც იქცა. ძალიან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოდელია, ასე ვთქვათ. 1953 წელს მოხდა ეს ფაქტი. ასევე 1913 წელს 16 იანვარს ღია კაბინებით იყო ადრე ავტომობილები როგორც მოგეხსენება და პირველად გამოუშვეს დახურული 4 ადგილიანი ავტომობილი. ასევე 1958 წელს Ford F-სერია ჩაეშვა გაყიდვაში. და ნუ F-სერიის ავტომობილები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილები არის. ჩემი ფავორიტი არის Raptor R. ეგეც როგორი სიტუაცია არის მაგათ შორის, აი როგორც BMW და Mercedes-ი ერთმანეთთან სულ ომობს, იგივე ხდება იქაც. ოღონდ ამერიკულ ბაზარზე. არ შემეძლო არ დამესრულებინა ეს ჩამონათვალი Renault-ი. მოკლედ Renault 1970 წლის 16 იანვარს 25 წლის იუბილე აღნიშნა.
ხო, მოკლედ სიახლეები დღევანდელი სულ ეს იყო, ეხლა კი სტუმართან ერთად აგიბრუნდებით ცოტა ხანში. დღეს ჩვენი გაცემის პირველი სტუმარია BMW Club Georgia-ს დამფუძნებელი გიგი ტუღუში. როგორ ხარ პირველ რიგში? გამარჯობა, გილოცავ ახალწელს. ჩვენც გილოცავთ. წარმატებული წელი ყოფილიყოს ავტოსპორტისთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის. მოკლედ, გიგი ძალიან ბევრი მითქმა მოთქმა არის GDS-ზე. კალენდარი არ დადებულა და 2 სიტყვით რო შევეხოთ, რა ხდება, რა სიტუაცია გვაქვს და რას უნდა ველოდოთ. ფედერაციას ველოდებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალწლებმა ჩაიარეს და ყველანაირი ვადები ამოიწურა ლიცენზიაზე პასუხის გაცემის, მეორე წერილს შევაგზავნით უკვე, რომ ლიცენზიაზე გაგვცემ პასუხი, რომ გვაძლევენ თუ არა დრიფტის ჩატარების უფლებას. არის, რა თქმა უნდა, ის კულუარული საუბრები, ერთი ადამიანის ასე გონია, რომ თავის ინტერესიდან გამომდინარე, კაი იქნება, რომ არ მოგცეს ჩვენ ლიცენზია, მაგაზე აქ არ განვავრცობ ამ თემას, მაგრამ ასეთი რთული ღონისძიების ჩატარება, რასაც ჩვენ ვატარებთ, ეს ჩვენ, რა ვიცი, 50 კაცი რო ვატარებთ და ამხელა ენთუზიაზმით და სიყვარულით ეს ძალიან რთული იქნება, ეს იგივე გააკეთო ფინანსურად რა და რავი იმის მაგივრად რომ მოგვიფრთხილდნენ რაღაც ვიღაცები გვებძვიან და იმედია კაი მხარეს წავა ავტოსპორტი რა. ძალიან და დრიფტი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დრიფტი ჩვენო დავაფუძნეთ 2013-ში და მანამდე ქონდა ის როგორც BMW-ის კლუბი ვატარებდით რაღაც აქტივობებს, შეჯიბრებს რაღაცებს მანამდე. გვიყვარს და ჩვენი შვილობილია ასე ვთქვა და გვინდა რომ წარმატებულად გრძელდებოდეს და ხო ნახოთ არ ვიცი წინასწარ ვერ ვისაუბრებ სანამ ოფიციალურად პასუხს არ მივიღებთ რომ მივიღებთ ყველაფერს მე შეიტყოთ ჩვენგან გიგი რამდენი ეტაპი გვექნება წელს დრაგის და რუსთავის გარდა სადმე ხო არ ფიქრობ რომ ჩაატარო კიდე არა დრაგს სხვაგან არ ვფიქრობ იმიტომ რომ ძალიან უსაფრთხოებაა რა ერთია უსაფრთხოება შეიძლება ჩვენ უსაფრთხოება დავიცვათ და ერთხელ ჩავატარეთ ავტობანზე სანამ ხაშურის გზა გაიხსნებოდა ძალიან კაი იყო თვითონ მაგრამ მაყურებელი ვერ დგება ვერსად რა და ამიტომ მაყურებლის უსაფრთხოებისთვისაც და კომფორტი რო იყოს ყველა ვარიანტი ჯობია რომ ჩამოვიდნენ და იქ მორგებული აქვს ყველაფერი ტრიბუნები ეს მეორე ტრიბუნაც რო დავამატეთ სტარტთან და კომფორტულად დასხდნენ უკვე გიგი აქ ვიკითხავ ანუ წეგან რეგულაციებზე ვსაუბრობთ ფიასი. შეიძლება თუ არა რომ ეს სტარტის ხაზი სიტყვაზე ჩამოიწიოს უფრო უკან, რომ მეტი სატორმუზი ადგილი დარჩეს. შარშან გადმოწიეთ ეგრე 20 მეტრით და 20 მეტრით გაიზარდა კიდე. ახლა წელს კიდე ვაპირებთ უსაფრთხოების რაღაც დეტალების დამატებას და კაი ცვლილებას ვაპირებთ. იქნება უკვე 3 დრაგი, 2 დრაგის ნაცვლად. ზაფხულში, ივლისში იქნება ღამის დრაგი, გავტესტეთ ბოლო ფინალზე, განათებები და ამ შემდეგ, იქ რაც განათება ქონდა, ორჯერ მეტი გვექნება ყველა ვარიანტში და ფიზიკურად გამოჩნდება უკვე ვაპირებთ რომ სამივე დრაგი იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული. ეს იმისთვის რომ მაყურებელს მეტი სტიმული ქონდეს და ამას წინასწარ დავაანონსებთ რომ რომელ დრაგზე რა განსხვავებები იქნება რა. რომ შოუს ელემენტებიც იყოს, ანუ მარტო ის არ იყოს რომ აი ჩაიარა და რაღაც ხო იქ ბევრი ბავშვით მოდის მეუღლესთან ერთად და ამ შემდეგ და ბევრი გასართობებით სჭირდებათ პარალელური და ამიტომ შევეცდებით რომ აი ეს უკვე უფრო მასიურად და ძალიან რთული იყო პირველ დრაგზე შარშან თუ იყავით ავტობანიდან იწყებოდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საწოლი რა. მე წამყვანი მახსოვს რაც ხდებოდა. თან სამაყლა, თან სამწუხარო ახლა როცა შენ გულშემატკივარი რომ საათნახევარი წვალობ შემოსვლაზე, რა წარმოვიდგენია რა გამწარებული იქნებოდა და კლასებთან დაკავშირებით რა ხდება დრაგზე, როგორ გადანაწილდება წელს და როგორ იქნება. გამოსხაობა თუ იქნება წინა წელთან უშედეგო. რადიკალური სხვაობები იქნება. ახლა კიდე ერთი სიახლეა ქრონომეტრაჟით შეიძლება შეიცვალოს, ნახოთ რა. ჩამოაქვს ჩვენს მეგობარს მოტოების ფედერაციის პიტსტოპ მოტოს ხელმძღვანელს გიორგი ჩიქოვანს და ფედერაციის პრეზიდენტს ჩამოაქვს ეს სისტემა და აი ახლა ჩამოვა თუ არა უნდა გავტესტოთ რა. თუ ეგ სისტემა კარგი იქნება, მაგაზე უკვე ავეწყობით რა, შევეცდებით რომ ავეწყოთ. თუ არა, ну, რაც ქონდა ის როგორ თქვა, რა რითიც ფედერაცია ეს წყვილს და ასე აღმართს დაძლევას და ყველაფერს ატარებს, იმ სისტემით გავაგრძელებთ. კი, უზუსტესია, არაფერი ხარვეზი არ აქვს მაგასაც და ჩვენ ვაპირებთ დროებზე გადავიდეთ. ანუ ნებისმიერ ავტომობილს რო გქონდეს აზრი გამოსვლას და უკვე მრბოლელის მომენტია, რომ ვინ კაი მრბოლელია და არა ვის კაი ავტომობილი ყავს. რა თქმა უნდა, კაი ავტომობილები უფრო საინტერესო საყურებელი იქნება, მაგრამ სიამოვნებას მიიღებს ყველა უკვე.
და ბევრი ავტომობილი იქნება წელს და ზუსტად ეს დროა აი ზეგიდან ვიწყებთ უკვე თითოეულ გუნდთან მისვლას და მათთან ერთად განხილვას, რომ რითი დავაზროთ, ეს იქნება წამების მიხედვით რა, რომ იქ არ მოხდეს რაღაც ჩეთერობები რა. აჰა, გასაგები. მე თუ დაახლოებით დაბალ დროში ვიარე თავიდან და მოხვდი დაბალ კუბატურაში, ან დაბალი ცხენების მქონე ავტომობილებში და შემდეგ უკვე გავაუმჯობეს, ანუ ვიჩეთერე, აი მაგ შემთხვევაში დისკვალიფიკაციაა, ხო? ან უნდა იარო ისე როგორც დადიხარ რეალურად რა. რეალურად დროების მიხედვით მე მგონი რომ საინტერესო იქნება. კი, აი ეგრე უკვე ამძრავსაც და იგივე SUV-ებს, Jeep-ებს რასაც ეძახიან, ყველას უკვე ინტერესი ექნება რომ გამოვიდეს რა. ბოდიში აქ ჩაგიკითხები, ანუ ნახე ეს დროები როგორ იქნება, ანუ წამიანი ინტერვალებით იქნება, ერთწამიანებით. Ну, 10-ის დაბლა ყველა ერთად იქნება აბსოლუტი, ანუ 9 და ასე შემდეგ. 9, 8, 7 კონდა, ხო. და 10-დან 10 და 5-მდე ვფიქრობთ და 10 და 5-დან 11-მდე და მერე წამიანი ინტერვალი 13-მდე. აი, იმიტომ რომ 10-დან 11-მდე ძალიან ბევრია რა, საინტერესო და ამიტომ მაგას ვფიქრობთ, შუაზე გავყოთ 10 და 5-მდე და 10 და 5-დან 11-მდე. ვა, საინტერესოა. სხვაშორის ჩემი დადის 14 და 2-ში. ანუ მე ვერ მოხვდები, ხო, მან. ისა კვალიფიკაციები გვექნება დაბალ კლასზე, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ჩავატარებთ 32 და 40 ავტომობილს თქვათ დაბალ კლასებში რა და დაიჩაგრე შეიძლება რა. უნდა ავაჩქა. გიგი, ელექტროავტომობილების დაბრუნებაზე რას ფიქრობ და ჩვეულებრივად ჩაჯდებიან მაგ კლასებში. ჩვეულებრივად შეუძლიათ უკვე ესლები მოვიდნენ. ანუ ცალკე არ იქნებიან დროების მიხედვით ივლიან. დროებით იქნება. ხო, ეს ძალიან საინტერესო არის. საინტერესო იქნება ისე სხვათა შორის, იმიტომ რომ მე მახსოვს ერთი პერიოდი, თქვენთან როდესაც ელექტროავტომობილები გამოჩნდნენ, ბიჭებს ჰქონდათ პრეტენზია რომ რატო დადიან ჩვენთან ერთადო და ბევრია ეგეთ პრეტენზია, ახლა მაგალითად იგივე რაკერო რომ გამოდის 2009 და მოდის იქ რაღაცა უკან ამძრავი, ხო? მანდაც დიდი გაპია რა, ანუ ის ოსკული რა და ამიტომ იქაც ოსკულია, იქაც და ამიტომ ეს წამებზე გადასვლა თუ მექანიზმი შექმნით და ამას სწორად მიყვებიან თვითონ რგოლელები პატიოსნად, რაც თავარია, უკვე აქვს აზრი რა და წინ წავალთ ძალიან. ხო. ძალიან საინტერესო არის, მე მგონი ძალიან საინტერესო 3 ეტაპი გველის წინ. სანახაობრივი 3 დრაგის რაც ვიცი. 3 დრაგის ეტაპი. 5-ის კარ პარკ დრიფტს ვაპირებთ. ეს კარ პარკ დრიფტი უკვე ანუ ოფიციალურად კი, უკვე მიდის მუშაობა, ყველანაირი სამზადისი და ამ შემდეგ და როგორც კი აი ველოდებით რა. პასუხი როგორც კი იქნება, ეგრევე უკვე ჩაუშვებთ რა. პლუს ვაპირებთ ფესტივალებს. 2 ფესტივალს ვაპირებთ. პირველად ჩავატარებთ, ну ახლა გვექნება მე-14 BMW-ს ფესტივალი და პირველად ვაპირებთ საავტომობილო ფესტივალს. ყველა კლუბის და ყველა ბრენდის რა. და ამას ჩვენს მეგობრ კლუბებთან ერთად მაგას დავაანონსებთ ყველაფერს რა. ეგ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მედანიკას გვინდოდა BMW-ს ფესტივალზე მოვსულიყავით, მე Honda-ით და ამას Renault-ით. Honda-ს BMW-ს ლოგოები უნდა დაგვეკრა იქ. ანუ სხვა ბრენდის წარმომადგენლები დავიჩაგროთ, კარგია ძალიან, რომ საერთო ჯამში ერთი დიდი ფესტივალი გაკეთდება. აბა Honda შეკრებები აღარ არის და Renault-ი მithumetes არც ყოფილა მე მგონი. ყველა საუკეთესო წარმომადგენლები იქნებიან, წარმოადგენლები, აი თქვა სადაც შოუ ტერიტორია გვექნება, ყველა ბრენდი საუკეთესო ხალხიდან საუკეთესო მოდელებს დავაყენებთ იქ რა. რამე შეჯიბრი იქნება შიში. კი, მხიარულ, აი, რაც შეიძლება სამხიარულო და ფესტივალის განწყობა უნდა იყოს. აგერ 3 ლიმიტედი ჩვენგან იქნება რა, კლიო ტროფები. დაჟე მეგანები შეგვიძლია მოვიყვანოთ არესები. ესენი ტრეკის შემოსასვლელში დააყენეთ ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ ხალხმა არ ნახოს და არ შემოვიდეს ბევრი დიდი რაოდენობით ეგ ავტომობილები. გიგი, ძალიან დიდი მადლობა ამ გაიგრობისთვის, ინფოსთვის. მოკლედ ველოდებით დრაგის პასუხს და მე უკვე დრაგი უკვე გადაწყვეტილი გვაქვს. დრაგის ბოდიში დრიფტის პასუხს. ლიცენზიას ჩვენც ველოდებით და პასუხს და ეგრევე შეგატყობინებთ ყველაფერს კალენდრით. მშვენიერი. მაგ კალენდარსაც მე უკვე დავაანონსებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და რახან უკვე დრაგზეც ვისაუბრეთ, ეხლა დროა ძალიან საინტერესო ინტერვიუ ვნახოთ ტატო ფუხაშვილთან თუ როგორ ემზადება 2026-ის დრაგის სეზონისთვის. მოგესალმებით, დღეს მოვედით ძალიან საინტერესო ადამიანთან და ძალიან საინტერესო პროექტთან. ტატო, როგორ ახარ? კარგად, თავად. პირველ რიგში ახალ წელს გილოცავ, წარმატებულ წელს გისურვებ, წარმატებულ სეზონს გისურვებ
და გისურვებ, რომ შენი ჩაფიქრებული დრო, რაც ჩაიფიქრე, იმ დროში გაიარო წელს. მადლობა, მრავალ ახალ წელს დაესწარით ასევე. მოკლედ. მოგვიყევი აი ამ საოცრებაზე, რომელზეც ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ კადრს მიღმა. რა ხდება, რა საწყობ, როგორ აწყობ, რატომ გადაწყვიტე საერთოდ, რომ ესეთი ჩქარი ავტომობილი დაგეშალა და ხელმეორე დაგეწყო. მაგას თავისი პატარა ისტორია აქვს. იყო კი ჩქარი საკმაოდ და შეიძლებოდა იქიდან იმ სეტაპიდანაც ასე ვთქვათ, კაი შედეგის მიღება კიდევ რა. არ ვიყავ ისედაც უკმაყოფილო რა შედეგის დადომა რა შეიძლებოდა კარგად გაუმჯობესება, მაგრამ სამომავლო გეგმებსაც რო გადავხედე რა, მინდოდა რომ სოფლიო ასპარეზეც ამ პლატფორმაში ყოფილიყო ერთ-ერთი საუკეთესო და აქედან გამომდინარე მივიღე ეგ გადაწყვეტილება, ამეწყო ჩულუქსზე 8 HP კოლოფი დამეყენებინა და შესაბამისი დრაგის პადვესკა მომერგო რა. წინა წელს როგორც მახსოვს, 8.9 წამში იარა ამ ავტომობილმა. კი ბატონო. წელს რას ფიქრობ, რა იქნება შენი საუკეთესო დრო დაახლოებით რუსთავის ავტოდრომზე? მოკლედ ჩანაფიქრი ესეთია, რომ მინიმალური დრო. პროგრამა მინიმუმი არის 8.5 წამის ქვემოთ გავლა რა და დაბალი როა. კი, დაბალი როა უნდა შევასრულოთ. აი, პირველი რომ მოვედი, აი ამას დავაკვირდი და დამაინტერესა, მოკლედ ეს რა სისტემა არის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, როდესაც Facebook-ზე რაღაც პოსტ დებ ხოლმე, აი უამრავი ნახვა აქვს ხოლმე, უამრავი კომენტარი აქვს ხოლმე, ბევრი ხვდება, რა ხდება აქ. ბევრი ვერ ხვდება და ბევრს აინტერესებს. ეს როცა დავდე ბევრს ხუმრობა ეგონა, ბუტაფორია მეკეც კომენტარები. ისე ვთქვი და ბევრს გონია რომ ვიხუმრე. არა, მართლა ორი ტურბოზე იწყობა. ქართულად რა ვქვია, არ ვიცი, კომპაუნდ ტურბო სეტაპი იქნება. ანუ ერთმანეთს შეავსებენ დიდი და პატარა ტურბო და დაბალ ბრუნზე ექნება ისეთი ჯანი, რაც პატარა ტურბოს უნდა ჰქონდეს და ზედა ბრუნზე დიდ ტურბოს რა ჯანიც აქვს ხოლმე რა და შესაბამისად ძალის დიაპაზონი გეზრდება რა და მაგის ანუ ეგ აუცილებელია მით უმეტეს ავტომატური კოლოფით როცა იზრები და გინდა რომ ტრანსბრეიკით დაიზრა დაბალი აბაროტიდან რამენაირად ძალა უნდა შექმნა რა და 4 ცილინდრზე ესე ადვილი არ არის თან ბევრი ძალაც გქონდეს და თან დაბალ აბაროტზეც გქონდეს ეგ ძალა. მოკლედ როგორც ხედავ აქ კიდევ გადაკეთებული არის ძრავის საყრდენები, ეგრეთ წოდებული სამაგრები. აი ეს რა მოვალეობას ასრულებს? მაქსიმალურად ნაკლები სტრესი უნდა მიიღოს ძრავმა სტარტის დროს. კარგად როცა მოეჭიდება, შესაბამისად დაყრდენებს. დიდი ძალა ადგება რა. და შესაბამისად ბლოკი რომ არ დაღუნო, უნდა სწორი სამაგრები შეურჩიო ძრავს. ერთი კიდე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი გვაქვს შიგნით. ანუ ბაზაში გვაქვს შეწეული. კი, ეგეც წონის გადანაწილების კუთხით. კი, ანუ ჩანაფიქრი ეგ იყო ზუსტად რომ უკანა საბურავებთან მისულიყო ის წონა, რაც აქამდე 60%-ზე მეტი იყო წინ რა, როგორც იყო და ეხლა იქიდან გამომდინარე რომ არა გვაქვს შესაბამისად მომზადებული ასფალტი, უნდა ვეცადო რომ მაქსიმალურად თვლებში მივიტანო ეგ წონა, მანქანის წონა რაც არის რა. შენი აზრით, რამდენად რთული იქნება წელს შენთვის ტრეკზე გაჩერება? გაჩერება რა ვიცი, როგორც წესი რთული არის ხოლმე კი, აქამდეც არ იყო მთლად საამაყოდ მაგხრივ მდგომარეობა, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო გართულდება რა. წინა წელს რამდენი გქონდა top speed-ი ფინიშზე? და წელს რას ფიქრობ რამდენი იქნება? მაქსიმალური რითიც დავაფინიშე იყო 270 კმ/სთ. და ალბათ ეხლა უკვე ერთი 280-მდე ავალთ რა. ნახავთ წელს პარაშუტის გახსნას როგორ ფიქრობ? ძალიან ველოდებოდით მოკლედ, მეც ველოდებოდი. ჯერჯერობით მინდა რომ პარაშუტის გარეშეც გავჩერდეთ რა, იმიტომ რომ მანძილი მაინც ისეთია. დიაში პარაშუტი დაამეხმარება მაინც, მაგრამ პარაშუტის იმედად ყოფნა არ მინდა რა, მოკლედ. ჩვენი პროდიუსერი გვეკითხება რომ ელექტროავტომობილებზე რას ფიქრობსო და საერთოდ რას ფიქრობსო შიდაწვის ბენზინის ძრავიანმა ავტომობილებმა და ელექტროავტომობილებმა უნდა იარონ თუ არა ერთად დრაგზე? მოკლედ მაგაზე მე ძალიან განსხვავებული აზრი მაქვს. უმეტესობა არ მეთანხმება ხოლმე, მაგრამ მოკლედ ეს მანქანა როცა დავიწყე აწყობა ამ მანქანის და იდეა რაც იყო პირველად პლეიდი რო გამოვიდა დრაგზე და პლეიდმა მოიგო დრაგი, მაშინ ვთქვი რომ მეთქი ისეთ მანქანას ავაწყობ რომ პლეიდით დრაგზე გამოსვლას აზრი აღარ ექნება მეთქი.
მაშინ ბევრმა არასერიოზულად მიიღო ეგ. შენო რაღაც მაშინ 9-28-ში თუ რაღაცაში გაიარა პლეიდმა იმ ერთმა და შენ მაგ დროში ვერ გაივლი ამ საფარზე და ასე შემდეგ რა და ეგ იყო ჩემი მუღამიც და ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ პლეიდებს ჩვენთან ერთად ევლო და მაგათ შევჯიბრებოდი რა. ყველაზე საინტერესო აპგრეიდი ამ ავტომობილზე არის ეგრეთ წოდებული ჩულუქი. კი ბატონო. რაც ალბათ მაყურებელს და ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელსაც არ აქვს ტექნიკურად ესეთი შეხება ავტომობილებთან, მუსტანგთან ასოცირდება ხოლმე ეს ჩულუქი და შენ რატო გადაწყვეტე რომ ჩულუქი დაგეყენებინა, რა პლუსები აქვს და რა მინუსები აქვს რო აგვიხსნა? ბავშვობაში ცოტა ისე მეგონა ხოლმე აი მუსტანგებს ჩულუქი ეყენა. მეთქი ძველი მანქანა რო არის და ჩულუქზია, იმიტომ გამოდიან დრაგზე ესეთი მანქანები და მე კარგად რო ჩავეძიე, უკვე რო დავინტერესდი ამ სპორტით. გავიგე რომ თურმე ჩულუქიანი მანქანა უფრო უკეთესად ეჭიდება სტარტიდან ვიდრე ჩვეულებრივი დამოუკიდებელ დაკიდებაზე გიტარებიანი მანქანა რა და შესაბამისად არსებობს ჩულუქზე დრაგისთვის განკუთვნილი ფორლინკი ესე ხქვია სისტემა რომლითაც იდეალურად შეგიძლია გადაანაწილო სტარტის დროს წონა გადაიტანოს უკან ამ პირიქით რა ჩულუქს ეგ პლუსები აქვს რომ მაგრად შეგიძლია მოეჭიდოს სტარტში ისე და სეტაპო ესე ვთქვა დაანასტროიკო მაგრამ რამდენადაც სტარტში კარგად ეჭიდება მე უკვე ტორმუზე საპირისპიროს აკეთებს რა მანამდე თუ წონა საბურავებზე გადააქვს მე წონა საბურავებში შორდება რა ძრავში რა ხდება რა კომპონენტებით არის აწყობილი რაიმე განსაკუთრებული ხო არ არის წინა სეტაპთან შედარებით ალუმინის ბლოკში ვაწყობ ახლა მანამდე იყო ჩუგუნის ბლოკში მე იყო რაღაც მომენტში ვფიქრობდი დაცემენტებული ბლოკის გამოყენებას, მაგრამ მე უკვე უკეთესი ვარიანტი ვიპოვე და წავედი მაგ მიმართულებით ალუმინის ბლოკზე გადავედი. ებოქსიდზე. არა, საიდუმლო. არა, დაგიზვი. არ არის საიდუმლო. მე არ მიყვარს ხოლმე ესე არ მალავ რაღაცებს რა. ყველაზე მთავარი, რამდენი ცხენიზალა გექნება წელს? პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ 1300 ცხენამდე ავალთ რა. და აი მე კონკურენცია როგორ გვიკარნახებს მაგის მიხედვით. რაღაცა პატარა ზაპასებს იტოვებს. არის ხო ზაპასი იქნება რა, ალბათ 200 ცხენამდე ზაპასს დავტოვებთ და ნახოთ თუ დავჭიდა ალბათ გამოვიყენებთ. კიდევ ერთი კითხვა მექნება შენთან, საწვავთან დაკავშირებით. რა საწვავზე უნდა იარო? საწვავი ეხლა მოგვიწევს, ნუ გააჩნია რა. შეიძლება თავიდან ცოტა ერთი 70-30-ზე ნაზავიც გამოვიყენო ბენზინი 30%, მაგრამ ალბათ უფრო ვფიქრობ სრულად სპირტზე გადასვლა მოგვიწევს რა. ეს სპირტი საიდან არის? თელავის ჭაჭა. ნამდვილი გახური ჭაჭა. ხო. დატო, ყველას აინტერესებს ზოგადად დარწმუნებული ვარ რა ღირებულების არის ხოლმე მსგავსი პროექტები. აი დაახლოებით პლუს მინუს რო გითხრა რა ჯდება ესეთი პროექტის აწყობა? ნულიდან ხელობა, რა თქმა უნდა, ეხლა მაგას არ ვიცით. დაახლოებით $50,000 დაჯდება ეს პროექტიო ნულიდან აწყო ახლა რა, ნულიდანო დაიწყო. $50,000 მე მგონი რომ საკმაოდ ესეთი სუყე თანხა არის. საქართველოს პირობებში ძალიან საკმაოდ დიდი თანხაა კი. 50. ეხლა მე ვიცი რომ აქ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს. ძალიან ბევრი კომპანია გვიყურებს და მე იმედი მაქვს რომ ეს კომპანიები და ეს ადამიანები დაინტერესდებიან ესეთი საინტერესო პროექტებით და გვერდში დაუდგებიან ჩვენს მრბოლელებს, ჩვენს სპორტსმენებს, რომ ეს სფერო და საავტომობილო სფერო საქართველოში რაც შეიძლება განვითარდეს და ამ ადამიანებმა შექმნან და აწყონ ბევრად უფრო მაგარი პროექტები. დღეისათვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით, ტატოს კი წარმატებას უსურვებ 2026 წლის სეზონზე. დღეს ჩვენი გაცემის მეორე სტუმარი არის პირველი ქალი დითეილერი მარიამ ბერძენიშვილი. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის და შენი დროისთვის. 2 სიტყვით როგორ ხარ პირველ რიგში? იმედია რომ კარგად და კარგი იქნება ეს ახალი წელი. ნახოთ ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. თქვენ როგორ ხართ? ვეგუებით. როგორც ახალი წლის შემდგომ პერიოდში შეეფერება დაახლოებით ეგრე. ყველაზე მარტივი და რთული რო ავიღოთ. რომელი ავტომობილის სალონი არის? ან მოსავლად ან რასაწმენდად ან თუნდაც ყველაზე რთული სხვათა შორის ყველაზე რთული რაც ალბათ ოდესმე გამიკეთებია ეს იყო სმარტი. სმარტი ეს ძალიან პატარა არის და თუ ეს Mercedes-ის სმარტი. არა, ხო არის 4 კარიანის და 2 კარიანი. 2 კარიანი. პატარა სმარტი რაც გამიკეთებია, ანუ ხო ერთი ბეწო არის, მაგრამ
ურთულესი ჯერ რაღაც ისეთი იმისგან არის დამზადებული საოცარი რაღაცებისგან არის დამზადებული და რთულია მე მოძრაობა არის ახლა დიტეილინგს როდესაც აკეთებ ინტერიერის დიტეილინგს გიწევს ავტომობილში შიგნიდან ყოფნა და ანუ მოკლედ ძალიან ბევრი ჭრილი აქვს ძალიან ბევრი რაღაც დეტალი აქვს და ძალიან რთული გასაკეთებელი ანუ მახსოვს ალბათ 3 დღე ვაკეთებდი და პატარა სმარტს და ყველაზე მარტივი გასაკეთებელი ალბათ Tesla-ს მარკის ავტომობილები, Toyota-ს ჯიპები სხვათა შორის მარტივი გასაკეთებელი, ანუ მომყოლი მანქანებია რა, ანუ შეიძლება იყოს ძალიან დასრული, ძალიან დაზიანებული, მაგრამ მარტივად მოყვება და მარტივად კეთდება. არ და მე უკვე აყმოუსვით ერთსასწრაფოში. ხო, ეგეთი მარტივიც არის. ბევრ ადამიანს აქვს ეგ დამოკიდებულება, რომ მან წმენდას რა უნდა ერთ ნაჭერს გაუსმევ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მოგიყვან და უცებ გამიწმინდიან რაღაც, მაგრამ ურთულესი და უმძიმესი სამუშაოა. ზარები იქნება, რომ ნახევარსაათი ჩხოიზამ. ხო, არის, აი დაურეკავთ, რომ იცი სადღაც რაიონიდან ვარ ჩამოსულ და აი უცებ რომ მოგიყვანო და რაღაც გადაატარო. აი არაფერი არ ჭირს საერთოდ უმარტივესია და მოყავთ რაღაც დემონები ცხოვრობენ ხოლმე. მარიამ, ერთი ძალიან საინტერესო კითხვა მექნება ეხა შენთან. შენ გაქვს ძალიან ბევრი ბრენდის ავტომობილთან შეხება. და რო გვითხრა დღესდღეობით რომელი ბრენდის ავტომობილს აქვს ყველაზე ცუდი ტყავი და ნაჭერი და ტყავის ადღაადან. არის შემცვლელი თუნდაც შემცვლელი ტყავის შემცვლელი და რომელი ბრენდის ავტომობილი არის ну შედარებით კარგი რა. ყველაზე ცუდი მე რაც ალბათ ყველაზე უხარისხო ალბათ რაც გამიკეთებია არა მარტო ტყავი ეს ისევ Tesla-ს მარკის ავტომობილებია. არ ვიცი. ყველა მხრიდან ხდება ეგ ამბავი. ხო, მოკლედ ყველაზე ცუდი არის Tesla. ხო, უსაშინლესი და აი არ ვიცი მგონია რომ ყველაზე იაფასიანი მატერიისგან არის გაკეთებული. ხარისხიანს რაც შეეხება ხო ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რაც ავტომობილები გამოდის და მე რაც მინახავს, აი ეს ძველ 20-30 წლის წინანდელ ავტომობილებს რომ ხარისხიანი ტყავი აქვს და რაღაც აი გრძნობ ყველაფერს, ეგეთი აღარ არსებობს, მაგრამ შედარებით ამ ვეგანური ტყავით და ტყავის შემცვლელით ყველაზე უკეთესი ალბათ Lexus-ი და Toyota. RX-ის Lexus RX-ი შედარებით უკეთესი ხარისხი აქვს. მე ვიცი რომ Porsche-ს ტყავს ძალიან ერჩიან ზოგადად დიტეილერები და ყველა იძახის რომ ძალიან რთული მატერიაა და ძალიან ცუდი მატერიაა. არა და მგონია რომ პირიქით. არა, ნახეთ, შეიძლება ზოგადად ეს თვითონ ტყავის მასალა იყოს კარგი ხარისხის, მაგრამ როგორც არის შეღებილი და დამუშავებული არის საშინელება. სულ რომ ახალი ერთი წლის ავტომობილი იყოს და ტყავის წმენდა დაიწყო, არის საშიშროება იმის, რომ ეს ტყავის ფერი გადავიდეს, ხო. როგორც გარეთა ძარა იღებება ხოლმე რაღაც პრაიმერი, საღებავი მერე ლაკი, ტყავზეც იგივე პრინციპით იღებება და მუშავდება და მარტივად ხდება ამ ტყავის საფარის მოშორება და ძალიან საფრთხილო და ესეთი სათუთად გასაწმენდი არის Porsche-ს ნებისმიერი მარკის მოდელის ავტომობილი. აი Renault-ზე რას გვეტყვი? მე მგონია რომ სოფლიოში ყველაზე კარგი ინტერიერი. მე მგონია რომ Renault-ს პატრონები უბრალოდ დიტეილინგს არ აკეთებენ. არის სურება. ხო, სხვა Renault-თან შეხება ჩვენ ავტომობილთან მქონია. არასდროს ხო არ ყოლია. აი, იმიტომ რომ არაფერი არ მოსდის იმაკაც. ფიზიკურად ვერ დაისრება. ისეთი მატერიალებისგან არის დამზადებული არის სურება. მე მგონია რომ თუ ადამიანმა არ იყიდა არის დაისრება. არა, ზოგადად Renault-ს თუ არ ყავს საწყისი და ბოლო რა არის? ანუ ყიდვა შემდეგ გაფუჭება, უბანში გდება და მერე განცხადებები Facebook Marketplace-ზე რომ იყიდება იაფად ან ბოლოს გაჩქებს აიყვანე. არა. არა? არა, ეგეთ რაღაცები არ. აი, შენ შემთხვევაში სულ მიგდებულები მხვდება ხოლმე ეს Renault-ი. იცი რა არის გააჩნია როგორი პატრონი შეხვდება რა. შენ ხა ისეთი კარგი პატრონი ხარ ნიკა. ისე უვლი. აბა ევროპაში ნახე. აწრიალებუ. იცი როგორ უვლის? რაც შემოიყვანა კოლოფში ზეთი არ შეუწია. იმიტომ რომ არ შედება. რა თუნდა კოლოფში ზეთი შეცვლა. აი, გეტყოდი ხა რაღაცას არ ვიყო. მარიამ, ცოტა გადაუხვიეთ ეხა ჩვენ თემას და მოკლედ ძალიან ბევრი
მანდილოსანი ალბათ ახლა გვიყურებს და აინტერესებს ეს სფერო და ფიქრობს, რომ შეიძლება უნდოდეს ასე ვთქვათ, დაწყება ამ ყველაფრის უნდოდეს იმუშაოს ამ სფეროში. რა რჩევებს მისცემდი, რითი დაიწყონ, საერთოდ ღირს თუ არა ამ სფეროში მოსვლა და ამ სფეროთი დაკავება? თუ არ გაქვს მზაობა, რომ ფიზიკურად იყო ძლიერი, იყო ორგანიზებული, პლუს უნდა იყო პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი, რთულია საერთოდ ამ სფეროში ნებისმიერი ადამიანისთვის თავის დამკვიდრება, იმიტომ რომ ისედაც ავტომობილები ვინც ვემუშავებით, მაგ ადამიანებს სახელი გვაქვს გაფუჭებული, რომ ეს რა ქვია, არ დროულად არ ხდება ავტომობილების ჩაბარება, ხო, აი მალიანები. აი ორი კვირა ჭირდება და ეხა არ მცალია მერე გაგიკეთებ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჭირდება კონდეს პასუხისმგებლობა, რომ მომხმარებელს რომ ეტყვი, რომ მაგალითად მე შენს მანქანის დიტეილინგისთვის მჭირდება 2 დღე, 2 დღეში უნდა ჩააბანო. ხანდახან ხდება ხოლმე გამონაკლისებიც, მაგრამ მაინც. ხომალიანი ცოტა ბოდიში. კი არა, ჩემთვისაც უთქვამთ ხშირად, რომ აი შენს რაღაც სხვა ხელოსანივით ხوار. თუ მოგიტყუებია ვინმე? თუ მოგიტყუებია ვინმე? აი მოდი ამ კითხვით დავიწყო. თუ არ გიტყვით, რა 2 დღეში იქნება და 1-5 დღე გასულა. არა, ესე არ მომიტყუებია, მაგრამ ერთხელ იყო რომ ძალიან ნაბახუსევზე ვიყავი. და სამსახურში კი მივედი, მაგრამ ფიზიკურად არ შემეცვა ადგომა და საქმის დაწყება და ვუთხარი რომ აი მეთქი, ნუ კი დავიწყეთ ხო, მაგრამ ძალიან რთულია თქო და შეიძლება გამეწელოს თქო და ნუ ხო, ძირითადად ნაბახუსევის გამო მომიტყუები. იწელებოდა ხო. რამე ისეთი ინციდენტი თუ გქონია აი დიტეილინგის დროს და ყველაზე ხშირად აი რა შეიძლება მოხდეს დიტეილინგის დროს. აი საფრთხერისია ყველაზე ხშირად. ძირითადად ელექტროობა, ალბათ საქართველოში ალბათ ვიცით რომ ძირითადად ადამიანები ხელით აწყობენ თავის მანქანებს, არ მიყავთ პროფესიონალთან თვითონ უყვართ რაღაცების გადაკეთება, გადმოკეთება და შესაბამისად მე შეიძლება აქ რაღაც ზუსტად რომ უყვარს რაღაცების გადაკეთება, მაგიტო დამიწვა ავტომობილი. ბატონმა გიორგიმ სინესტე მოხდეს, სისვენე მოხდეს, დასვენდეს და შესაბამისად ან ზედაპირების დაზიანება რაღაც გატეხო, ტყავი გააფუჭო, ნუ მე ძირითადად შიგნიდან მუშაობდი ინტერიერში, მაგრამ ძარასაც ვუფრთხილდები ხოლმე რომ რამე საღებავი არ დავაზიანო გარედან, არ გავკაწრო, გავფხაჭრო და კი მომსვლია, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეგ ჩემი ბრალი არ იყო, მანქანა ისედაც პრობლემური იყო და უბრალოდ ჩემ ხელში გავფუჭდა და კი დამეჭდა 500 თუ 600 დოლარი მე მაგის გაკეთება. მარიამ, ერთი კითხვა მაქვს შენთან. რამდენად შეიძლება რომ სამრეცხაო ქაფმა გააფუჭოს ავტომობილის ზედაპირი? უმარტივესად. ძალიან მარტივია. კაუსტიკურ სოდას შეიცავს, განსაკუთრებით ეს ლარიანი სამრეცხაო ბირო არის. ხო, საშინელი ხარისხის ქაფები აქვს ძირითადად და მარტივად ზიანდება, იწვევს ლაკის წვას. ასევე არ შეიძლება მაგალითად ხა ჩვენით რო ვრეცხავ ისედაც სამარცხავში რომ მივყავს ძარა ძირითადად გახურებულია და სკაფი ის რო ქვემოდან ცხელია და კაფი ედება შრება და ლაქებს ტოვებს და მე ამ ლაქების მოშორება არის პოლირების გარეშე შეუძლებელი და ასევე ზაფხულში მაგალითად თუ ღია ცის ქვეშ ან ერთი მხრიდან მაინც მზე ადგება სასურველია რომ მაგალითად როგორც კი გავკაფავთ იმ ანუ მალევე ერთ წუთში დაახლოებით იმ ადგილიდან საიდანაც მზე უდგება დავიწყოთ რეცხვა რომ ეს კაფი დიდხანს არ დარჩეს ზედაპირზე და მივალთ ცუდ შედეგამდე კი და ისინი ნიკელის დეტალები კიდე ძირითადად კაფისგან არის ხოლმე დამწვარი და სხვათა შორის წვიმაც ძალიან აზიანებს იმიტომ რომ მჟავას შეიცავს და მარტივად თუ მუდმივად გარეთ დგას მანქანა და მაგალითად სადგომზე არ არის მარტივად იწება ლაკის ზედაპირი. მადლობა ძალიან დიდი ამ დეტალური ინფორმაციებისთვის. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო მარიამ ბერძენიშვილი, პირველი ქალი დიტეილერი საქართველოში. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.